28 ივნისს სოფელ ტანძიაში, სულხან საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში. სწორედ იმ სივრცეში, სადაც საბას მემკვიდრეობა ცოცხალია, გაერთიანდნენ ადგილობრივი ხელოვანები, ახალგაზრდები, მოსწავლეები, მათი მშობლები და ფესტივალი საბაობა 2025 აღნიშნეს. სულხან საბა ორბელიანის დაბადებიდან 367 წელი გავიდა, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მისავე მშობლიურ სოფელ ტანძიაში სახალხო დღესასწაულის საბაობა საზეიმოდ აღინიშნება. სულხან საბა ორბელიანი გამორჩეული ქართველი მოღვაწე არის, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო, სამწერლო და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. აღსანიშნავი არის, რომ უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება. ჩვენ გვეამაყება, რომ ამდენი წარჩინებული მოსწავლე გვყავს, მინდა მათ წარმატება ვუსურვო, თითოეულ თვეთაგანს გილოცავთ დღევანდელ დღეს საბაობას და ვისურვებდი, რომ სულხან საბა ორბელიანის ღვაწლი არასოდეს დაგვევიწყებინოს. დღეს კიდევ ერთხელ ახმაურდა ორბელიანთა ძირძველი ისტორიული მიწა. დღეს იმართება 23 სახალხო დღესასწაულის საბაობა 367 წლის თავის სულხან საბა ორბელიანის დაბადებიდან. სულხან საბა ორბელიანი თავისი დროის უდიდესი მოაზროვნეა, დიდი მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი, მიიგავე დიდაქტიკოსი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. სულხან საბა ორბელიანის სიბრძნე ერთნაირად თანადროულია და აქტუალურია ყველა ეპოქისთვის. დადგა მხატვრის აღსასრულის დღეო. ღონისძიება მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით გამოირჩეოდა, რომელიც ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის მიერ აღვლენილი საზეიმო წირვით დაიწყო. ყოველწლიურად განსაკუთრებით სოფელი ტანძია, ბოლნისი აღნიშნავს აი ამ დღეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ის იდეები და ის ოცნება და ის თქვათ შემართება, რისთვისაც საბა სულხან საბა ორბელიანი იბრძოდა დიდი და გაერთიანებული საქართველო. იმედია 21 საუკუნეში თანამედროვე ქართველები ამას მოვესწრებით. ამისთვის საჭიროა იმ ასე ვთქვათ გზით ვიაროთ და ის ღვაწლი გავაცოცხლოთ, რასაც სულხან საბა ორბელიანი გვიქადაგებდა ჩვენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბრავო საბაობას დაესწართ. წირვის შემდეგ მუზეუმის ეზოში ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ნახველებისთვის მოეწყო გამოფენა გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ფესტივალის სცენაზე ბავშვთა და მოზარდთა თეატრი პერფორმანსით წარსდგა, ხოლო კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ჩართულობით კონცერტი გაიმართა. მონაწილეობას ვიღებთ როგორც გასვლით ღონისძიებებში, ასე ყველა მუნიციპალურ ღონისძიებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის საბაობა, რადგან ვართ სულხან საბას მიწიდან და დიდი სიამოვნებით და სიხარულით ვიღებთ ყოველ წელს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. დღეს სახალხო დღესასწაულ საბაობას ვზეიმო. სწორედ აქ, ამ მადლიან მიწაზე დაიბადა დიდი სულხან საბა ორბელიანი. აღსანიშნავია, რომ საბაობის ნაწილად იქცა ჩვენი წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამდენი წარმატებული მოსწავლე გვყავს, მინდა თითოეულ მათგანს უდიდესი წარმატება ვუსურვო. ნომერი პირველი საჯარო სკოლა. 14 ოქროს მედალოსანი. აღსანიშნავია ნამდვილად. დღეს სულხან საბა ორბელიანის ფუძეზე მისი სული ხარობს, მისი სული ზეიმობს. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად ავართ, ერთად ავღნიშნავთ საბაობას და რაც მთავარია, ყველა ერთად ვულოცავთ ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეებს. წელს ნამდვილად ბევრი წარჩინებული ყავს, 57 ახალგაზრდა არის მედლის კანდიდატი და როგორც ახლა გამოიარეს წითელ ხალიჩაზე, მინდა თითოეულ მათგანს უსურვო წარმატებული და ბედნიერი მომავალი. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ბუბა გობეჯიშვილმა თითოეულ მათგანს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მედალოსნები თავიანთი დაუღალავი შრომის პირველი საჯარო მადლობის მიღებას ესწრებოდნენ. ეს არ იყო მხოლოდ ჯილდო, ეს იყო საზოგადოების სიყვარული და აღიარება. წელს 57 წარჩინებულ მოსწავლეს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად გადასცა წამახალისებელი ჯილდო, რაც მოტივაციის მაღლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და მადლობა ჩვენს მუნიციპალიტეტს, მერიას, რომ ყოველწლიურად ხდება ბავშვების მიღწევების აღნიშვნა და წარმატებები მინდა უსურვო ყველა მათგანს და ასევე ყველა კურს დამთავრებულს თავის ცხოვრების გზაზე. თითოეული სკოლა დამთავრებულისათვის დღეს არის განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ემოციური დღე. ჩვენი 12 წლიანი შრომა დაფასდა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა და ჩაადო მთელი ენერგია იმისთვის, რომ ჩვენ დღეს აქვთ გარიყავით და წარმატებით დაგვემთავრებინა სკოლა. მინდა ვუსურვო მომავალ თაობას, რომ ასე წარმატებით დაემთავრებინოს სწავლა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას და წარმატებები ვუსურვო მომავალ თაობას. ფესტივალი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერითა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ორგანიზებით დღეს სოფელ ტანძიაში სახალხო დღესასწაულის საბაობა აღინიშნება. დღეს ჩვენი დიდი მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის სულხან საბა-ორბელიანის დაბადებიდან 367, ხოლო გარდაცვალებიდან 300 წელი გავიდა. მოგეხსენებათ, გასულ წელს საბაობა ფესტივალის ფორმატში ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო. ფესტივალზე წარმოდგენილმა თეატრალურმა, ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ნომრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ფესტივალი მხოლოდ კულტურული ღონისძიება არაა, ის ადგილობრივი ნიჭის ზეიმია, ახალი თაობის შეძენილი, რომელიც ტრადიციაში თავისებურად ერთვება.